ღმერთისა და დაწმინდისა სულისა და ჩვენთან არ ღმერთი. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს ხარების დღესასწაულს. ეს გახლავთ დღესასწაული, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ თავამად რომ ეს არის ახალი აღთქმის დასაწყისი, ახალი სიცოცხლის დასაწყისი, იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ცვლილება მოხდა მთელ სამყაროში, რომელიც ცვლილებაც იქამდე კაცობრიობას არ ენახა. ეს ცვლილება იყო ხარება იმ აღთქმული მესიისა, დაბადება, მოვლინება, წინასწარიცნობა იმ აღთქმული მესიისა, რომელიც ღმერთმა აღუთქვა ადამიანს, როდესაც ის 60-დან იძულებით ადამი თავისი შეწოდების გამო იძულებული იყო, რომ 60 დაეტოვებინა, მაშინ აღუთქვა, რომ უნუგეშობაში კი არ დარჩებოდა, კი არ იქნებოდა ამ წარწმენდილობაში, კი არ იქნებოდა აი ამ მდგომარეობაში, რომ ესე იგი გადარჩენის შანსი მოსპობილი კი არ ქონდა, არამედ მის შთამომავლობაში გაჩნდებოდა მხსნელი, რომელი მხსნელიც გამოიხსნიდა მას ამ ცოდვის წეობისაგან, რომელი მხსნელიც მას დააბრუნებდა ცათასასუფეველს დაკარგულ სამშობლოში, აი მედემის ბაღში, რომელიც სამშობლოც მისი იყო და მისთვის იყო შექმნილი და ამას გრძნობდა ადამი და აი რაღაცა ეს თავისი დაატოვებინეს მას და ამის შემდგომ რაღაცა გამოძლებულად ძიებაში იყო ამ სამშობლოსი და აი აღსრულდა ეს სიტყვები მაშინ, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი მოივლინა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ხარებად და უთხრა მას, რომ კურთხეულ ხარ შენ მიმადლებულო და შენგან იშვება ძე. აი დღეს ჩვენ წავიკითხეთ სახარებაში და ეს ამბავი თქვენ იმედია რომ ისედაც იცოდით, როგორ მოხდა, რომ ახარა გაბრიელ მთავარანგელოზმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ადამიანმა ღმერთის კაცთმოყვარება სწორედ აქედან აი ამ დღესასწაულიდან შეიძლება შეაფასოს, სხვა რომ მეტი არაფერი არ იცოდეს და მხოლოდ ეს გაიგოს თუ რა მოხდა, მხოლოდ ამ მადლიერებით არ უნდა დაიღალოს არასოდეს, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ღმერთს კი არ სჭირდებოდა, როგორ შეიძლება ეხლა მეფეს, რომელიმე მეფეს სჭირდებოდეს ის, რომ ჩაიცვას გლეხის ტანისამოსი, რაღაცა ესე ჭუჭყიანი ტანსაცმელი, ჩამოვიდეს იცხოვროს ქოხში, სადაც თქვა საქონელთან ერთად დაწვეს და დაიძინეს. არ სჭირდება არანაირად, იმიტომ რომ მატერიალური საშუალებაც აქვს, თქვა რაღაცა სასახლეც აქვს, საცხოვრებელიც აქვს, მსახურებიც ყავს, ყველაფერი აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ეს გააკეთოს მეფემ, რომელ მეფესაც თავისი ხალხი უყვარს და გაუკეთებიათ კიდე ქართველ მეფებს მსგავსი რამ შეიძლება წაიკითხოთ ისტორიაში, რომ გადაიცვალდნენ უბრალოდ ტანისამოსს და ჩვეულებრივ ხალხთან ერთად რაღაცას დადიოდნენ, მოძრაობდნენ, შრომობდნენ, კეიფობდნენ კიდეც, რომ რაღაც აი ეს ხალხის სიყვარულის გამო ხდებოდა ყველაფერი და არა იმის გამო, რომ მას სჭირდებოდა ეს. სიყვარული ამოძრავებდა. აი ეს სიყვარულია მამოძრავებელი, სწორედ ძანუდაზმანო, ღმერთის სიყვარული კაცისადმი, რომ მის გადასარჩენად მან ესე უნდა დაიმდაბლოს თავი და უნდა დაიბადოს დედაკაცისაგან. უნდა მიუხედავად იმისა, რომ ყოვლადწმინდა ქალწული ღვთისმშობელი, მიუხედავად ამისა, უნდა დაიბადოს დედაკაცისაგან და აი ესეთი სიხარულის დღე გვაქვს დღეს, აი ესეთი გახარების დღე გვაქვს დღეს, ამიტომაც ქვია დღევანდელ დღესასწაულს ხარება და მე გისურვებ, რომ ყველანი გახარებული ბრძანდებოდეთ. თავს არ შეგაცდეთ დღეს გრძელი სიტყვით, იმიტომ რომ ისედაც გრძელი მსახურება იყო, მაგრამ ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ პატარა, რომელიც ჩემს მეგობარს შეემთხვა და ხარებას დღე იყო და ამიტომ გადავწყვიტე დღეს თქვენთვის მომეწო. ერთი მეგობარი მყავს, ჩემი ნათლი მამა, სპორტსმენია, 2 მეტრი იქნება სიმაღლეში და შარშან ხარებას მოდიოდა მანქანით და ვიღაცამ გზა გადაუჭრა და ამან შეაგინა. და იმ კაცმა გააჩერა მანქანა და ჩამოუწია შუშა და უთხრა, რომ ხარებას გილოცავ ჩემო ძმაო, მრავალ ზაგასწროს ღმერთვაო, ამ ხარება დღესო, როგორ დამლოცეო, შენ გაიხარეო და ამას ისე შერცხვა, თვითონ მომიყვა ეს ამბავი. ისე შემცხავ, გამოვარდი იქედან მანქანით და ვიძახთიო, ნეტავი მე შემაგინოსო, მეც ასე უყარსო. ასე რომ ხარება დღე არის სიხარულისა. არ გაბრაზდეთ, არ შეაგინოთ და არავინ დაწნეულოთ არასოდეს თქვენი ცხოვრების განმავლობაში. დაგლოცოთ ღმერთმა და გაგაძლიეროთ. მოგზავნით ჯვარს ემწყით.